ჩვენი პაციენტია მონსტრი. მართლა მონსტრია, ხელაა პროსტა. 4 კილოა დაახლოებით. შევიხედოთ რა იმალება ამ ყუთის უკან. ყუთში აღარაფერი აღარდებს. ბიჭო ძალიან დიდია, ხო რაღაცაო. არა, მართლა ძალიან დიდია. ყუთი. აუ ხელში რა სასიამოვნოა. აი რაღაცნაირი მატოვია რა და აი ძალიან სასიამოვნოა. ქაქანას თავისი ნაწილები, ელემენტი. ატორკა, რა თქმა უნდა, ქანჩი საბურავებისთვის, ეს სახელურებია პულტისთვის. ამასაც ახლა ამოვიღებ ბარემ. ელემენტი აქვს 1500-იანია დიდი ალბათობით, იმიტომ რომ სხვა ამ მანქანის არა 1200-იანი ყოფილა. 1200-იანია. კარგი, მოდი უცებ დავაყენებ ამებს. ხო, ანუ ესენი ცალკეა ყოველთვის, აი ამ მანქანის ამ მოდელებს ყოველთვის ცალკე აქვს ეს. რატო არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ ყუთში არ ეტევა, მაგრამ რავი, ამან რა დიდი განსხვავება უნდა მიცეს. კაი, პოლტი გადავდოთ, ელემენტიც გადავდოთ 2 წუთი და გამოვიყვანოთ მონსტრი. ძალიან დიდი. ძალიან დიდია. და ლამაზი, მე ძალიან მომწონს. აუ, არა, ძალიან ლამაზია. აი, მძიმეც არის ხოთა შორის და აუ, მაგარი ტიპია ძალიან. მეტალია აქ. ხო, მეტალია, რო არ გაფუჭდეს და დამცავი პარკიც კი აქვს. სახელი კი მაგარისაც ილუღებთ ამათ, მაგრამ კარები არ იხსნება სამწუხაროდ. კარები არ იხსნება. კარი არ იხსნება, სარკეები. სარკეები, არა აქვს სარკე. ესენი 4-ვე საბურავი უხევს. საბურავი ცოტა უხეშია. კი, ცოტა უხეში საბურავია. სხვა აქ ესეთი რამე დეტალი განსაკუთრებული არაფერი არ აქვს. უკანესი გამოიყურება, ხო, ეს დამცავია რა. ხოთა შორის მე მგონი ბუქსირზე შეგიძლია ჩააბათ რამე პრინციპის მსგავსი რა. ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად ამ მოდელს რა მოყვება. მე არაფერი არ მინახავს ამისი, რამე დამატებითი რა. კაი, პოლტში ჩავიხედოთ, უცებ რა ელემენტები ჭირდება. ამოვქოქოთ ეს ნადირი. 4 ელემენტი უნდა, ამას ეხავე ჩავსო. 4 ელემენტი ჩავაწყოთ. აბა 1 2 და 3 პულტი ჩაირთო. მანქანა უარ ჩავთე რა აზრია პულტი ჩართოს ხო რა თქმა უნდა. ელემენტი უნდა ჩავსვათ და ამას აქვს 4-იანი. 4-იანი ძალიან კაია, იმიტომ რომ 4-იანი ელემენტები ძალიან ბევრი მაქვს. აი ძალიან ბევრი მაქვს და ესე ვთქვათ, ამ მანქანას შემიძლია ვამუშაო ვირივით. იმიტომ რომ ელემენტი მაქვს ულიმიტო რა, ფაქტიურად აი ძალიან ბევრი ელემენტი მაქვს. ადგილიც დიდი აქვს, ეგ ძალიან კარგია, შეგვიძლია უფრო დიდი ელემენტის ჩადება. აი აქ ეს ჩანს. რა ჯანდაბა, რამდენი კრობი უნდა გააკეთე. აუ, ეგრევე რომ ამოიქოქა. აუ, არა, კაი ტიპია ძალიან. ბიჭო. აუ, ეხა უნდა გავერკვია სად რა აქ რა. აი, ესენი არაფერი არა როგორც ხედავ. ეს ხმის ჩართვა გამორთვა, ლედები ჩართვა გამორთვა აქ. ეს გვერდიდან სანახავია. აბა. აუ, რა კაი ტიპია ბიჭო. მოიცა. всё, ამის მეტი აღარ არის. ხო, ამის მეტი აღარ არის რა. და ამას სიმძიმე რო დავან, არა, რაც ამას სიმძიმე ექნება.
იმას აწევს. აბა ერთი წამე. ერთი აზრი მაქვს ახლა რაღაც მინდავთ სადო. მაგრამ რამდენად გონივრული იქნება არ ვიცი. 6 ლიტრიანი რო დავადო? 6 ლიტრიანი მგონია რომ ცოდო. არა, 6 ლიტრიანს ვერ აწევს შანსი არა. მაგრამ ესეთი რაღაცა რო ხმ. ესეთი რაღაც. ვაიმე რა სიძახ. ვაფშე არ უჭირს, რა სიძახ. ვცდი აბა აწევას. არა, აზრი არ აქვს. არა, აქ აზრი და არც ფიქრობ რომ სწორი იქნება ამისთვის ამ სიმძიმეს აწევ. უბრალოდ სხვა რაიმე წონა არ მაქვს რომ დავადო, რომ მივხვდე რამდენად ძლიერია რა, რაღაცას მაინც ვიპოვი და დავადებ, რომ გავიგოთ რამდენად ძლიერია ეს მანქანა რა. აი მე მგონი ვიპოვე რაღაცა. სხვათა შორის ამასთან თემატური არის. აი გადმომიყრეს ახლა ამას უეჭველ. ანუ არ უწევ უბრალოდ არ მინდა რომ გადაიყაროს შეკრული პარკი არ არის და მაგრამ კი აი წევს ეს დაახლოებით კილო მაინც არის. კი 1 კილო არა 2 კილო არის დაახლოებით. კი 2 ლიტრი რა როგორ იზომება ეს არ ვიცი. და საერთოდ არ მომიკლია ამაზე რა. კაი სხვა რა ფუნქციები აქვს? სხვა აქ ძირითადად ეგა აქვს რა. ეს რაღაცას ვერ ხვდები ახლა აი ქვედა საბურავებზე აი ამას რო ვაჭერ ანუ ესენი არაფერი არა აი ამებს თითქოს ხოვაში ეხმარება ეს ის არის რულის გასწორებაა რა ანუ ტრიმერს რო ეძახიან всё ეგა მე მოინტერესებს პაუერპნიკები რატო არა აქვს უნდა კონდეს ან ზედა ლედების გათიშვა რატო არ შეიძლება გონია რომ ეგეთ რაღაცები უნდა კონდეს მაგრამ აი თითქოს ეს ღილაკები არაფერს არ შვება საერთოდ რა ჩართვა გამართვა ხმის ჩართვა გამართვა აქვს მარტო აწევა ამისი აწევა დაწევა აი აქედან ჩაწევა არა სხვა არაფერი არ აქვს რა კან სადნის ფარები არ აქვს მაგრამ არა მარტო იმუშავება ანთებს და აკრობს რა ძალიან დიდია ეხლა არ ვიცი აქ რამდენად ეთყობა მაგრამ საკმაოდ დიდია რა და თან ძიმეა რას შევადა რომ შემილია აი ამას შევადა რა ხელა ბიჭო პაუერპნიკის ხმა ისმის მაგრამ არ ანთებს ახლა მან რო ვიყურებ არც აქ მგონი პაუერპნიკის ადგილი რო აანთოს რა ეს ამდენი ღილაკი რა ჯანდაბაა ანუ რა არც ერთი ღილაკი არ მუშაობს დავიჭირო პროსტა აქ რა პროსტა აქ რული ჩქარა რეაგირებს კი ჩქარა რეაგირებს და ვიცი ყველას აინტერესებს წამყვანი როგორია რა უკანა წამყვანი ესენი სამწუხაროდ წინ არ არის რაც შეეხება ამორტიზაციას აი ესეთი ამორტიზაცია აქვს რა გადასარევი არ არის რამ ხელა ხმა მე შემოწუხა უკვე ლედები ანუ აი იმის გამორთვა რომ მინდოდეს ვერ უნდა გამორთვა ვერ გავიგე ეს არ იქნება და არ მომწონს ეს ლედები ან იქნება და არ მინდა რომ ელემენტი დამისვას ხო სხვათა შორის ამ მანქანის განხილვას სხვასთან რო უყურე ცუდ გზებზე საკმაოდ კარგად დადიან რა ეს მოდელები ანუ მართლა კარგად დადიან ამაზეა ძალიან მე მომწონს ძალიან კაი ტიპია